საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გერმანიის ელჩს აკრიტიკებს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პიტერ ფიშერმა სიცრუით манипуლაციის მოხდენას სცადა, ახლა კი, როცა სიმართლე გაცხადდა, ბოდიშის მოხდაც არ უნდა. საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება ასეთ დროს ბოდიშის მოხდას გულისხმობს, მაგრამ ბატონი პიტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით манипуლაცია, შემდეგ კი სიმართლის არ შემჩნევა, დაწერა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე სოცქსელებში აზიარებს გერმანიის ელჩის მიერ 24 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით, სადაც ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირის სასანქციო მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ოსალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.